მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ მორიგი საჯარო გაშლა. რას ფიქრობს ის ახლა ჩემზე? რა თქმა უნდა, ეს ეხება უკვე თქვენს პარტნიორს, მეორე ნახევარს. დაფიქრდით, იფიქრეთ მასზე, თქვენს ურთიერთობაზე და ვნახოთ, ვისზე რეზონირდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ინდივიდუალური გაშლებისთვის უკვე პირადში უნდა დამიკავშირდეთ. მომწერეთ პირადში. და რა თქმა უნდა, ენერგიების გაცვლის მიზნით არ დაგავიწყდეთ შემოკარგებო, დალაიქება ვიდეოსი, თუ რა თქმა უნდა, ნახავთ მას, ხო? შევთანხმდით, მაშინ ასე დავიწყოთ. რას ფიქრობს ახლა ამჟამად ის თქვენზე, ხო? აქ ამოვიდა არკანები შემოკარგებო, უფრო ნახეთ გულნატკენი პიროვნებები ამოხვედით. რატომღაც ბევრ თქვენთაგას გონიათ, რომ ან თქვენს პარტნიორს, ან თქვენ გონიათ შემოკარგებო, რომ ეს ურთიერთობა დასრულდა. სერიოზული გულისტკენა იხატება აქ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ეს დასასრული ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის პერიოდი. თქვენ და თქვენი პარტნიორი იმ დონეზე ხართ ერთმანეთზე მიჯაჭვულებით შემოკარგებო, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს არ დასრულდება. ნახოთ, რას ფიქრობს ახლა ამჟამად ეს პიროვნება თქვენზე. ისევ და ისევ ეს პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, უკვე ეტაპზე არის მისული, თითქოს გაჭედილები ხართ, რაღაც საკითხში ვერ გვარდებით, მაგრამ სიახლე მოდის. სიახლე, რომელიც ამ მამაკაცისგან მოისწრაფვის თქვენთან შემოკარგებო და თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს ქალებისგან მოდის თქვენთან. შესაძლებელი არის კიდევ განმეორდები, რომ ფიქრობდეთ ეს ურთიერთობა არის დასრულებული, მაგრამ ეს ურთიერთობა ამ ეტაპისთვის გადის ტრანსფორმაციას. და რატომ მოხდა ეს ასეთი გულისტკენა, რატომ არის? ვნახოთ შემოკარგებო, რა ხდება. რატომ რა ხდება შემოკარგებო და ნახეთ, ესე იგი, აქ სიყვარული იკვეთება, მაგრამ იმ დონის სიყვარული ვერ მიიღეთ თქვენი მეორე ნახევრისგან, რასაც ელოდით თქვენ. აი სწორედ მაგიტომ ხართ განრისხებულები, ძალიან დარდობთ, ნერვიულობთ, გონიათ, რომ თქვენს მეორე ნახევარს არ უყვარხართ, მაგრამ რეალურად აქ სიყვარული იკვეთება.